საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი. ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2025 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალის ამსახველი ანგარიში დოლარში საქართველოს ვალი ერთ წელიწადში შემცირდა, ლარში კი გაიზარდა, ვრცლად გიყვებით საქმიან საღამოში. ეროვნული ბანკის ინფორმაციით იანვარში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. ცენტრალურმა ბანკმა ოფიციალური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობისთვის მონაწილეთა გამოკითხვის იანვრისთვის შედეგები გამოაქვეყნა. ქართულმა ოცნებამ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მენეჯმენტის სტრუქტურის შეცვლა გადაიფიქრა და ამ გზით ფულის დაზოგვას აპირებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა ვრცლად რამდენიმე წუთში. მოგესალმებით, ეს საქმიანი საღამოა, გადაცემა, რომელშიც ბიზნესზე და ეკონომიკაზე ვსაუბრობთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. დოლარში საქართველოს ვალი ერთ წელიწადში მკვეთრად შემცირდა, ლარში კი პირიქით მკვეთრად გაიზარდა. აი სწორედ ამ დასკვნამდე მივყავართ ფინანსთა სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმად ვალის მთლიანმა მოცულობამ დოლარში 8 მილიარდ 540 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 209 მილიონით ნაკლებია ვიდრე შარშან, თუმცა ამ კლებამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგან ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ვარის მოცულობა გაიზარდა თანაც მილიარდი ლარით და 24 მილიარდ 600 მილიონი ლარი შეადგინა. ლარში გამოსახული ვალის მატება ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირდება. თუ 2024 წლის იანვარში საგარეო ვალის დათვლისას 1 დოლარი 2 ლარი და 68 თეთრი ღირდა, 2025 წლის იანვარში კურსი 2 ლარამდე და 87 თეთრამდე გაიზარდა, რაც 7%-იან გაუფასურებას ნიშნავს. შედეგად ვალის ნაშთი მილიარდი ლარით გაიზარდა. ასეთივე რეალობა საწინააღმდეგო მიმართულებითაც, მაგრამ ამ მხრივ დოლარში დენომინირებული ვალის კლება დოლართან მიმართებით ევროს გაუფასურებას უკავშირდება. საქართველოს საგარეოს ვალის 59% სწორედ ევროში არის ნომინირებული, ხოლო ევრო გასულ წელს დოლართან 4%-ით გაუფასურდა, ანუ ვალი ამითი შემცირდა. იქიდან გამომდინარე, რომ ლარი დოლართან უფრო მეტად გაუფასურდა ვიდრე ევრო დოლართან, ვალის მთლიანი ნაშთი შემცირების ნაცვლად გაიზარდა. საქართველოს შემთხვევაში საგარეო ვალი უმეტესწილად მიმართულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რის გამოც ის როგორც წესი კონკრეტულ პროექტებსაა მიბმული. ერთ-ერთი ასეთი პროექტის მაგალითად საქართველოში მშენებარე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, იგივე ავტობანი გამოდგება, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება. საგარეო ვალის აღება თავისთავად არც დადებითი მოვლენაა და არც უარყოფითი, მაგრამ დადებითი და უარყოფითი მხარე მას ისევე აქვს, როგორც ყველაფერს. საგარეო ვალის სარგებელი ისაა, რომ ის ქვეყანას იმაზე სწრაფად განვითარების საშუალებას აძლევს, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტით არის შესაძლებელი, რაც გამართულად დაგეგმილი ანუ სტრუქტურირებული ვალის შემთხვევაში ქვეყანას და შესაბამისად ბიუჯეტს გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით ზრდის შესაძლებლობას აძლევს. უახლესი მონაცემებით საქართველოს საგარეო ვალი უმეტესწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართ აქვს. ჩვენს კრედიტორებს შორის პირველ ადგილს აზიის განვითარების ბანკი იკავებს, რომლის მიმართ სახელმწიფოს 2 მილიარდ 300 მილიონი დოლარი მართებს. მეორე ადგილს მსოფლიო ბანკი იკავებს, რომელიც 2 მილიარდ 100 მილიონი დოლარის ვალს ფლობს. მესამე ადგილზე მილიარდ დოლარიანი საზღვრით ევროპის საინვესტიციო ბანკს ხვდებით, ხოლო ხუთეულში ასევე არიან ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკები საფრანგეთი და გერმანია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით იანვარში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. როგორც მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მომდევნო 1 წლის განმავლობაში ინფლაციის 6-დან 8%-მდე შუალედში დასტაბილურებას პროგნოზირებს, გამოკითხულთა შორის გაიზარდა, როცა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ინფლაციის უფრო დაბალ ინტერვალში, კერძოდ 0-დან 2%-ის შუალედში დასტაბილურებას პროგნოზირებს, პირიქით შემცირდა. ასეთივე პროგნოზები კეთდება 3 წლიან პერიოდთან დაკავშირებითაც. ამავე გამოკითხვის მიხედვით, იანვარში მოლოდინები შემცირდა ხელფასების ზრდასთან მიმართებითაც, რაც ასევე უარყოფითი ინდიკატორია. საანგარიშო პერიოდში ასევე შემცირდა საკუთარ პროდუქციაზე ან მომსახურებაზე არსებული ფაზები ზრდის მოლოდინიც. საბერძნეთ იანვარში გაიზარდა წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყოფის ეფექტიანობა.
ქართულმა ოცნებამ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მენეჯმენტის სტრუქტურის შეცვლა გადაიფიქრა, რადგან მმართველი პარტია ამ გზით ფულის დაზოგვას აპირებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. საქმე ისაა, რომ 2020 წელს კონკურენციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით ინსტიტუციური მოზღობის ფორმატ შეიცვალა და სააგენტოს მმართველობითი ორგანოდ საბჭო უნდა ჩამოყალიბებულიყო, რაც თავმჯდომარის პოსტს გააუქმებდა. თუმცა როგორც ახლა გაირკვა, ქართულმა ოცნებამ ინიციატივა შეცვალა და არსებული მოდელის შენარჩუნება გადაწყვიტა. პარლამენტმა დღეს გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა და ის პირველი მოსმენით მიიღო. მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტით გრანტის გაცემის უფლებას მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო ორგანიზაცია შეძლებს, რომელიც სპეციალურად ამისათვის შეიქმნება. აღნიშნულ კანონს მმართველი პარტია დაჩქარებულად იღებს, ხოლო აღმასრულებელი ორგანო მუშაობას სავარაუდოდ მარტიდან დაიწყებს. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს წლიური ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება და ის იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს დააფინანსებს, რომელთა საქმიანობა ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს უკავშირდება. გასულ წელს საქართველოში მედიკამენტების იმპორტმა თითქმის 15%-ით იმეტა, ხოლო თავად მედიკამენტები ერთ-ერთ მთავარ საიმპორტო საქმეად ჩამოყალიბდა. ოფიციალური სტატისტიკით ამ პროდუქტზე ქართველებმა შარშან 623 მილიონი დოლარი დახარჯეს, ანუ ამ მხრივ იმპორტის სტატისტიკაში უფრო წინ მხოლოდ ავტომობილებს და საწყავს ხვდებით. შარშან ქვეყანაში 16115 ტონა მედიკამენტი შემოვიდა, ანუ იმპორტი 3 ტონით გაიზარდა. საქართველოსთვის სამკურნალო საშუალებების მთავარი საიმპორტო ქვეყანა წლების განმავლობაში თურქეთი იყო. გასულ წელს დაფასებებული მედიკამენტების იმპორტში თურქეთს 27,2%-იანი წილი ეკავა, ხოლო ახლა თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი თანხმობრივად 11%-ით, რაოდენობრივად კი თითქმის 50%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ თურქეთიდან იმპორტის ზრდა მაინც შენელდა. სხვა მხრივ მედიკამენტების იმპორტი გაზრდილია. თურქეთის შემდეგ ყველაზე დიდი ღირებულებით წამლები უმეტესწილად ევროპული ქვეყნებიდან შემოდის, რომელთა შორის მეორედან მე-10 პოზიციის ჩათვლით ადგილები ასე ნაწილდება: გერმანია, შვეიცარია, უნგრეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, სლოვენია, იტალია, ნიდერლანდები და ლიეტუვა. გარდა მთავარი იმპორტიორი ბაზრებისა დაფასებებული სამკურნალო საშუალებების სხვა ქვეყნებიდანაც შემოდის, მათ შორის რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. როგორც კურაციოს პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ BMG-ის ახალ გადაცემა ჯანდაცვის სტანდარტში განაცხადა, მოსახლეობის სიღარიბისგან დასაცავად ჯანდაცვის მიზნობრიობა უფრო ეფექტიანი არაღია, ვიდრე მისი საყოველთაობა. ჯანდაცვის ექსპერტი იშველიებს კვლევას, რომელმაც დაამტკიცა, რომ შემოსავლის ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფი პირებისათვის წამალზე დახარჯული 1 ლარიც კი შესაძლოა გამაყატაკებელი გახდეს. მისივე თქმით, თუ საავადმყოფო დანახარჯები გაღარიბების ალბათობას 8-ჯერ ზრდის, მოსახლეობის მიერ წამალზე გაწეული დანახარჯის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 44-ჯერ იზრდება. თქვენ წინა სტუმარს ბატონ დავით სერგეენკოს ვკითხეთ საყოველთაობისა და მიზნობრიობის კუთხით, ხო? ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ კვლევა სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რომელიც ხადად ცალკევს, რომ საქართველოს დიდი ნაბიჯი გადადგა ამ საყოველთაობის კუთხით, ხომ დავიცავეთ მოსახლეობა ამბულატორული დანახარჯებიდან უფრო მეტად, საავადმყოფო დანახარჯებიდან კიდევ უფრო მეტად დავიხარჯებთ, მაგრამ აი საავადმყოფო დანახარჯი ეხება მოსახლეობის 12%-ს და 70%-ს ეხება ქრონიკული დაავადებისთვის მედიკამენტს რომ ყიდულობს ოჯახი, რათა დაავადებულ პაციენტს უმკურნალოს. აქ უკვე ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის აი ეკონომიკურ კიბეზე ყველაზე დაბალი 20%, ანუ მოსახლეობის მეხუთედი, ხო? იმისთვის შეიძლება 1 ლარიც კი გამაღატაკებელი გახდეს, წამალში გადახდილი. ძალიან დიდი ნაბიჯი გადაედგა ამ ქრონიკულ მედიკამენტებზე 2017 წლიდან. დაიწყო, რა თქმა უნდა, რამოდენიმე წელი დაჭირდა და რომ პოტენციალი აეკრიფა ამ პროგრამას, მაგრამ დღეს რომ შეხედო, კარგ დონეზე არის გაცვლილი, მაგრამ მოცვის კუთხით სწორედ ღარიბებისთვის არის გამოფართვებული, იმიტომ რომ საავადმყოფო დანახარჯი თუ 8-ჯერ ზრდის გაღარიბების ალბათობას, წამალზე გაწეული დანახარჯი ამ მოსახლეობას 44-ჯერ უზრდის გაღატაკების ალბათობას. და დღეს მაგალითად, ხო, აი სწორედ მიზნობრიობა არის თავი, არის საყოველთაობა, იმიტომ რომ ახლა მეც ამ პასუხში პენსიონერი ოჯახის წევრი, რომელიც ახლა ნამდვილად არ საჭიროებს სახელმწიფოს დახმარებას. ანუ გასაგებია თუ პენსიონერი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაშინ ავტომატურად მოხვდება ამ გაფართოებულ პროგრამაში, მაგრამ
ესე უბრალოდ პენსიონერებისთვის გავზარდოთ ეს მედიკამენტები, როცა წვირია სახელმწიფო ხარჯები, ხო, ესე რესურსები. ჯობია ალბათ უფრო მიზნობრიობაზე ვისაუბროთ და სწორედ ამ ღარიბ მოსახლეობას გაუფართოვოთ წამლის პაკეტი, დაუმატოთ მეტი წამლები, ჩავთოთ მეტი მდგომარეობები, რომ უფრო მეტად დავიცვათ სიღარიბისგან, იმიტომ რომ იმ ღარიბ ოჯახებში, როდესაც ეს თანხა წამალზე იხარჯება, მაშინ არ იხარჯება ბავშვის განათლებაზე, არ იხარჯება ნორმალურ კვებაზე და ასე შემდეგ. საქართველოს ეკონომიკაზე საუბარი BBG-ზე საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემა შეერჩია თელარა გელანდიამ დღევანდელი წერტილისთვის, რომელიც ჩვენს არხზე საღამოს 10-ის ნახევარზე დაიწყება. ვნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება ბირჟებზე. საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღება შეიზღუდება. გაუქმდება ნორმები, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობოების სავალდებულო მონაწილეობას ითვალისწინებს. ეს არასრული ჩამონათვალია კანონპროექტების, რომელიც ოცნების პარლამენტში მიმდინარე კვირას დარეგისტრირდება. რამდენად საშიში გახდა ქართული ოცნება და რატომ არ აქვს ახალი არჩევნებისთვის და პატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლას ალტერნატივა. პროტესტის 93 დღეს 21 საათსა და 30 წუთზე BMG TV-ზე დემოკრატიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი წერტილში თელარა გელანდიასთან ერთად. საქმე საღამოს საფონდო ბირჟებზე საუბრით ვაგზალებთ და პირველ რიგში უნდა დავიწყოთ განვლილი სავაჭრო სესიის განხილვით, რომელიც რეალურად პარასკევს დაიხურა, რადგანაც გუშინ მოგეხსენებათ ამერიკაში ფედერალური დასვენების დღე იყო, რა დროსაც უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესია არ შემდგარა, ხოლო პარასკევს დიდად ცვლილებები არ ყოფილა და საერთოდაც განვლილი კვირა ამერიკისათვის ფრიად გამორჩეული არ ყოფილა, საშუალოდ 9%-იანი ზრდავი ხილეთ ძირითად ინდექსებთან მიმართებით. ამ წუთებისათვის, როგორც ხედავთ, უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე არაერთგვაროვანი განწყობა გვაქვს, საკმაოდ მერყევი არის ბაზარი, მინდა გითხრათ, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ბირჟაზე აღმასვლისა და დაღმასვლის ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული და საპირისპირო ტენდენციები გამოიკვეთა. ამ წუთების მონაცემებით კი S&P 500 ინდექსის ღირებულება მცირედით 0.03%-ით არის გაზრდილი, Dow Jones-ის ინდექსთან გვაქვს კრება -0.20%, Nasdaq-ის ინდექსთანაც ასევე კორექციას ხედავთ -0.08%-ის ფარგლებში. საერთო ჯამში ვხედავთ, რომ ინვესტორებს გადაწყვეტილი არ აქვთ რეალურად, როგორ განწყობაზე იყვნენ, რადგანაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სოფლიოში ერთგვარი გაურკვევლობის ტალღამ და პერიოდმა დაისადგურა, რაც უმეტესწილად უკავშირდება რუსეთ-უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ვინაიდან ეს მოლაპარაკებები უკვე ოფიციალურად არის დაწყებული, თუმცა ჯერჯერობით შედეგები არ არის ცნობილი, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ინვესტორი ახლა სწორედ ამ მოვლენას აკვირდება და სავარაუდოდ ბირჟის დინამიკა სწორედ მოლაპარაკებების პარალელურად შეიცვლება. სანამ ამერიკაში ინვესტორებს განწყობა დიდად ჩამოყალიბებული არ აქვთ, იმავე ვერ ვიტყვით ევროპაში, სადაც აღმასვლა უკვე რიგით მესამე კვირა ზედიზედ გრძელდება, როგორც ხედავთ, 600 მსხვილი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია დღესაც დამატებით 0.41%-ით გაიზარდა. აგრეთვე პოზიტიური შედეგი აქვს იაპონურ Nikkei-ის ინდექსს, ამ შემთხვევაში მატება გვაქვს +0.24%, ხოლო ჩინური შანხაის ინდექსის შემთხვევაში კლება გვაქვს ლამის 1%, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორებს დიდად ჩინეთში არსებული ვითარება არ მოსწონთ. ეს კი უმეტესად უკავშირდება გასულ კვირას გასაჯაროებულ სტატისტიკას დეფლაციასთან დაკავშირებით, რომელიც დაფიქსირდა საწარმოო ფასების ინდექსთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთში რეგისტრირებული და წარმოდგენილი ქარხნები თავიანთ პროდუქციას უფრო მაღალ ფასად ვეღარ ყიდიან, რაც თავისი არსით ეკონომიკური ზრდის პროცესს აფერხებს, რადგანაც წარმოების ინდუსტრიაზე ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 28% მოდის. შესაბამისად, თუ კი წარმოების ინდუსტრია წინ ვერ მიდის, ჩინეთის ეკონომიკურად ვერ ვითარდება. დროა გადავინაცვლოთ ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც როგორც ხედავთ, ამ წუთებში გვაქვს 9%-იანი მატება ნავთობთან მიმართებით, ბრენტის ფასი დაახლოებით $76 უახლოვდება, ხოლო WTI შემთხვევაში როგორც ხედავთ 71 და 79 ცენტის ფარგლებში არის ფასი. რუსული ნავთობიც მცირედით არის გაძვირებული, $68 შეადგენს დაახლოებით ურალის ღირებულება. აგრეთვე მატება გვაქვს ბუნებრივ აირთანაც დაახლოებით 4%-იანი და მეგავატი-საათი ენერგიის ფასი ევროკავშირის მასშტაბით უკვე აჭარბებს 49 ევროს, რაც ერთ წლიან პერიოდში 106%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირი ენერგეტიკულ ბირჟაზე ყველაზე მკვეთრად გაძვირებული ენერგო
რესურსია. აქვე ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, მისი ფასი ამ წუთებში იმყოფება რეკორდულ ნიშნულზე, როგორც ხედავთ, უნცია მეტალის ფასი შეადგენს $2931. ეს ოქროს არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმია. დღეს გვაქვს მატება დაახლოებით $32, ერთ თვეში მატება არის 8%, ერთ წლიან პერიოდში კი 45%, ვერცხლთანაც პოზიტიური დინამიკა გვაქვს +42.5%-ის ფარგლებში. ოქროს გაძვირება კი ისევ და ისევ კონფლიქტის თემატიკას უკავშირდება, ვინაიდან ოქროს ინვესტორებს აქვთ საპირისპირო მოლოდინი კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით და ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაფლავდება და სავარაუდოდ უკრაინაში მშვიდობა არ იქნება. ამ ყველაფერს კი ისინი გამოხატავენ იმ ფასში, რომელიც არის ოქროს ბირჟაზე დაფიქსირებული და ეს ფასი ამჟამად არის რეკორდული. როდესაც იმატებს რისკები, იმატებს ოქროს ფასი. ასეთი არის ოქროს ბუნება. აქვე კრიპტოინდუსტრიაზე უნდა გადავინაცვლოთ, რომელსაც აქვს კორექცია და საერთოდაც ბოლო 3 კვირის განმავლობაში კრიპტოინდუსტრიას გამორჩეული შედეგები აღარ ჰქონია. ბაზრის საერთო შეფასება ამ ეტაპზე შეადგენს $3.260 მილიარდ, ბიტკოინის ფასი გვაქვს 94,600-ის ფარგლებში, ეთერიუმის ღირებულება კი $2600 შეადგენს, კლება 1.7%-ის ფარგლებშია, კაპიტალიზაცია ეთერიუმისა 322 მილიარდია, ბიტკოინის კი $1.892 მილიარდი. ეს არაგამორჩეული შედეგები პირდაპირ კავშირში არის NASDAQ-ის საფონდო ბირჟის შედეგებთან, ვინაიდან როგორც წესი ძალიან დიდი კორელაცია არის NASDAQ-ის ინდექსსა და ბიტკოინ შორის, რადგანაც ორივე არის ფაქტობრივად ტექნოლოგიური პროდუქტი, ხოლო როდესაც ტექნოლოგიური კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია ჩერდება ან იკლებს, მაშინ ეცემა ბიტკოინის ღირებულებაც, რაც მარტივი კორელაციით აიხსნება. აქვე ლონდონის საფონდო ბირჟაზეც უნდა გადავინაცვლოთ, სადაც საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია ისევ და ისევ იზრდება, როგორც ხედავთ, ჩარტი გამოიყურება შესანიშნავად, დღის განმავლობაში დამატებით 0.5%-იანი ზრდა გვაქვს. TBC-საც შესანიშნავი შედეგი აქვს, საერთო ჯამში მისი ფასი ფაქტობრივად ვერტიკალურად არის გაზრდილი, თუ კი ჩარტს დავაკვირდებით, მატება დღესაც ამ მიმართულებითაც იყო დაახლოებით 0.5%. აქვე ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელსაც დიდად გამორჩეული შედეგები არ აქვს ბოლო პერიოდში, ის უფასურდება, საკმაოდ მერყევია და დოლართან კურსმა დღეს მაგალითად შეადგინა 2.81. ევროს გასული კურსი არის 2.94, ხოლო სტერლინგის გასული კურსი 3.54 და ბოლოს ორივე სიტყვა ვარშინ ინვესტორების შესაძლებლობაზეც უნდა ვთქვათ, რომელსაც Foresight Investment Group თავაზობს. ეს არის Foresight-ის არის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევს თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლიურად საშუალოდ სტანდარტულად 9.15% შეადგენს, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა წლიურად 10.35%-საც კი აღწევს. მართალია ეს არის წლიური სარგებლის მაჩვენებელი, თუმცა იგი თქვენ გაირიცხებათ ყოველდღიურ რეჟიმში, ხოლო მიღებული თანხის გატანა, მისი მოცულობის გაზრდა ან შემცირება შეგიძლიათ ყოველდღიურად შეზღუდვების გარეშე. ეს საინვესტიციო შესაძლებლობა კი არის ხომისწვდომი როგორც კერძო პირებისთვის, ასევე კომპანიებისა და იურიდიული პირებისათვის. თავად Foresight Investment Group კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანიაა. მოკლედ, ასეთი ვითარება გვაქვს ჩვენ ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმე საღამოს კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგზავნებთ. დღეს საქმიან საღამოში რეიტინგების ფორმატში ბევრი კომპანიაზე ვისაუბრეთ, რომელიც ქმნის განწყობას და ქმნის ამით გლობალური საფონდო ბირჟებზე, რადგან ეს კომპანიები იკავებენ წამყვან პოზიციებს სხვადასხვა მიმართულებით სოფლიოში. დღეს უშუალოდ იმ კომპანიებზე მოგიყვებით, რომელთა წმინდა მოგება გასულ წელს იყო ყველაზე მაღალი აბსოლუტურ რიცხვებში. დღეს ძალიან ბევრს ვისაუბრებთ გლობალურ ბიზნესზე, გაგაცნობთ იმ კომპანიებთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს, რომელთაც ყველაზე დიდი მიღწევები აქვთ ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით, ვინაიდან ეს სექტორი ბოლო პერიოდში ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება. ამასთან ძალიან ბევრს მოგიყვებით ჩინური კომპანიების შესახებ, რომლებიც ბოლო პერიოდში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ და მათ შორის ორივე სიტყვას გეტყვით ჯეკ მას დაბრუნების შესახებაც, რომელიც ძალიან ცოტა ხნის წინ შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინს. ცხადია, ბევრი ამბები არის მსოფლიოში და საქმიან საღამოს სწორედ ამ სიახლეებით გავახსენებთ.
თებერვლის შუა რიცხვები დაიწყო და ყველას აკერია პირზე ერთი თემა, რაც უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, რადგან თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა დადო საპრეზიდენტო ფიცი და შეუდგა იმ გეგმის აღსრულებას, რომელიც იყო მისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს და პრინციპში გასული 4 წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა მისთვის და მისი გუნდისთვის. ეს თემა არის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, რომელიც შეგვიძლია თქვათ, რომ ასე ახლოს არასდროს ყოფილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს არ არის გარანტია იმისა, რომ ომი მაინც დასრულდება და დასრულდება იმ პირობებით, რა პირობებით სურს ერთს ან მეორე ომში მყოფ ქვეყანას. ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ პირველად საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სადაც უკვე მთავრობათა შორისი შეხვედრები იმართება სწორედ ამ თემაზე. მარკო რუბიო არის ერთი მხრიდან, სერგეი ლავროვი არის მეორე მხრიდან, პირველი დიპლომატი ორივე ქვეყნის, სწორედ მათ დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ისინი რამდენიმე თანხლებ პირთან ერთად არიან. იქ და საუდის არაბეთის მედიაციით საუბრობენ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას. კონკრეტული ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილა არც თარიღი ვიცით თუ როდის შეხვდება დონალდ ტრამპი ომში მყოფი ორივე ქვეყნის პრეზიდენტს, მაგრამ ვიცით ის, რომ მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც უკვე დეტალურად და დეტალებში მიმოიხილავენ ომის გაგრძელების ან არ გაგრძელების საკითხს და იმ პირობებს, რაზედაც საბოლოო ჯამში შეთანხმდებიან საბარაუდოდ მხარეები. უკრაინა ჯერჯერობით ამ დიალოგში არ მონაწილეობს, რაც შეიძლება იმით იყოს ახსნელი, რომ ეს არის მოსამზადებელი ეტაპი აქ. პრინციპში უკრაინის ჩართულობა ალბათ საჭირო არ არის შეხვედრის დასაორგანიზებლად, თუ კი მართლა ამაზე არისაუბარი, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ ის არ მიიჩნევს ლეგიტიმურად იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აი ამ ტიპის შეხვედრის შედეგად იქნება მიღებული, სადაც არავინ არაფერს კითხავს უკრაინას, ქვეყანას, სადაც ომი არის დღეს. შესაბამისად, უნდა დავაუდოთ მთელ პროცესებს და უნდა ვნახოთ კონკრეტულად რა იქნება და რა შედეგს გამოიღებს საერთოდ ეს შეხვედრები, რომლებიც საუდის არაბეთში იმართება. ამ შეხვედრებთან დაკავშირებით განცხადებები გავრცელდა მოსკოვის მხრიდან, კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ისაუბრა ამ საკითხზე და მან ჟურნალისტების შეკითხვებსაც კი უპასუხა და ერთი შეკითხვა უკავშირდებოდა უკრაინის პოტენციურ გაწევრიანებას ევროკავშირში, რომელთა დაკავშირებით, რაც უნდა უცნაური იყოს, კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციას და მის მთავრობას არანაირი პრობლემა და პრეტენზიები არ აქვს. როგორც პესკოვი განმარტავს, ევროკავშირი არის თავისი არსით ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც თავდაცვის ელემენტებს არ შეიცავს. შესაბამისად, თუ კი რუსეთის მეზობელი სახელმწიფოები ეკონომიკურად განვითარდებიან, ეს რუსეთისათვის არავითარი პრობლემა არ იქნება, ამიტომაც მოსკოვი არ შეეწინააღმდეგება არავითარ შემთხვევაში უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში. პესკოვი იმასაც ამბობს, რომ ზოგადად ევროკავშირში და სხვა ნებისმიერ ეკონომიკურ გაერთიანებაში შესვლის გადაწყვეტილება ყველა ქვეყანამ სუვერენულ დონეზე თავად დამოუკიდებლად უნდა მიიღოს და რუსეთი არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტში არ იჭრება და მათ უფლებებს არ ზღუდავს. ხოლო პესკოვი იმასაც ამბობს, რომ იგივე ლოგიკა არ უნდა გავრცელდეს არავითარ შემთხვევაში სამხედრო ალიანსებზე, კონკრეტულად ნატოზე, ვინაიდან ნატოში გაწევრიანება უკრაინისა ეს იქნება ძალიან დიდი პრობლემა რუსეთისათვის, რადგანაც ქვეყანა თავს იგრძნობს საფრთხის ქვეშ, ვინაიდან მის ტერიტორიულ მეზობელ სახელმწიფოში შესაძლოა განთავსდეს ნატოს შორი მანძილის რაკეტები, რაც რუსეთის ფედერაციის, ასე ვთქვათ, უსაფრთხოებას ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის. ამიტომაც პესკოვი გამიჯნავს ნატოს და ევროკავშირის ერთმანეთისაგან და ის ამბობს, რომ ევროკავშირთან მიმართებით, არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით, ის არ აკონკრეტებს ამ შემთხვევაში არც უკრაინას და მათ შორის სხვა ქვეყნებიც მოიაზრებენ, პოტენციურად შესაძლოა საქართველოც კი ვიგულისხმობთ, მას არ აქვს არანაირი პრობლემა. არც პრობლემა აქვს ცხადია ბრიტანეთის ხელისუფლებას, რომელიც ევროკავშირის წევრი აღარ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა რჩება ევროპის კონტინენტის ერთ-ერთ მთავარ დასახლდენად ეკონომიკურად და ჯარის კუთხით. ცხადია გაერთიანებული სამეფო არის ნატოს წევრიც და გაერთიანებული სამეფოს იგივე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გამოვიდა ამასაც ეთყვით პარიზში იმყოფება ის, სადაც ლიდერებს ხვდება სხვა ევროპულ ლიდერებს და განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო ძალების განლაგებისთვის მზად არის გამოყოს ამისთვის საკუთარი ჯარი, რომელიც არ იქნება საომარ მდგომარეობაში, მაგრამ იქნება უბრალოდ განთავსებული ტერიტორიაზე უკრაინისა, თუ კი ეს შეთანხმება ცხადია შედგა და უზრუნველყოფს იქ არსებული ვითარების განმუხტვას და მოკლედ რომ ვთქვათ, გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რადგან როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, გრძელვადიანი მშვიდობა და საერთოდ უკრაინაში არსებული მშვიდობა არის ევროპაში არსებული მშვიდობის გარანტია და თუ უკრაინაში მშვიდობა არ დადგა, მაშინ რუსეთის მხრიდან საფრთხე დაემუქრება ყველა ევროპულ ქვეყანას, მათ შორის ირიბად გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც პირდაპირ არ საზღვრება არც ერთ ზემოხსენებულ ქვეყანას, ეს კუნძულოვანი სახელმწიფოა ცხადია, მაგრამ მიუხედავად ამისა
ევროპაში არავის სურს ომი, მით უმეტეს რომ 70 წლის განმავლობაში ომი არ ყოფილა, მაგრამ ვითარება დღეს სხვანაირია და ამაზე უკვე მსჯელობს ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი და კონკრეტულად რა შედეგი მოყვება ამ ყველაფერს უნდა დაველოდოთ, მაგრამ კირსტარმერი სავარაუდოდ აგრეთვე შეხვდება დონალდ ტრამპს და ისაუბრებენ ბევრ თემაზე, მათ შორის ისაუბრებენ უკრაინაში არსებულ ომზე, სადაც როგორც ვიცით ოფიციალურად ამ მოლაპარაკებებში ევროკავშირს არანაირი როლი არ ექნება, არც სკამი ექნება სიმბოლურად, მათი წარმომადგენელი ამ პროცესში ჩართული არ იქნება, გაერთიანებული სამეფო ისედაც არ მოიაზრებოდა აქ, მაგრამ შეიძლება საკუთარი შეხედულებები კირსტარმერმა დონალდ ტრამპს ამ თემაზე მაინც გააცნოს. აქვე რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთ მოკავშირე სახელმწიფოზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის ბელარუსი, რომლის პრეზიდენტი მორიგ საინტერესო გადაწყვეტილებას იღებს, მოგეხსენებათ, ალექსანდრ ლუკაშენკო არის ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი პიროვნება კანონების შეთხოვნასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი კანონი, რომელიც მან ერთ დროს მიიღო, ეს უკავშირდებოდა ინფლაციის გაუქმებას, რომელიც რამდენად გამოუვიდა ბელარუს დიქტატორს, ეს საკითხავი. ამჯერად ბელარუსმა ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება და დაავალა საკანონმდებლო ორგანოს ღირსეული და პატიოსანი ბიზნესმენების სიის შედგენა. ეს იქნება სპეციალური სია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღწერს და სიაში მოაქცევს იმ ბიზნესმენებსა და იმ კომპანიებს, რომლებიც ზედმიწევნით იცავენ რეგულაციებს, არ არღვევენ კანონებს, იხდიან დროულად გადასახადებს თანამშრომლებისათვის უსაფრთხო და ღირსეულ პირობებს ქმნიან და საერთო ჯამში ბელარუსის ეკონომიკურ განვითარებას უწყობენ ხელს. თავად ამ სიის შექმნის მიზანი არის შემდეგი, როგორც ჩანს, ლუკაშენკოს ამ ბიზნესმენების დაფასება და პატივისცემა სურს, რის გამოც ის გეგმავს, რომ ამ სიაში მოხვედრილ ბიზნესმენებს მოუხსნას ინსპექტირების ვალდებულება, მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო ინსპექციების სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც ოპერირებენ ამ ბიზნესმენების, ასე ვთქვათ, კომპანიებში და საწარმოებსა თუ ქარხნებში უბრალოდ აღარ შევლენ, რაც თავისი არსით გარკვეულწილად ამ ბიზნესებზე არსებულ წნეხს შეამსუბუქებს. აგრეთვე ლუკაშენკო ამბობს, რომ ამ კომპანიებისათვის გარკვეული შეღავათებიც დაწესდება, სავარაუდოდ და გადასახადების შემცირებაზე იქნება საუბარი და საერთო ჯამში მათ ექნებათ უკეთესი პირობები ქვეყანაში ოპერირებისათვის. თავად ამ გადაწყვეტილების მიზეზს და მიზანს რაც შეეხება, ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსში ყველა, ვინც ღირსეულად მუშაობს და საქმიანობს, ფასდება, ხოლო ღირსეული ბიზნესმენების სია საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის დასტური ოფიციალურად იქნება. ბელარუსიდან უნდა განმოვინაცვლოთ მეზობელ თურქეთში, სადაც ძალიან საინტერესო დავა შეიძლება დაიწყოს სტამბოლის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქის თურქეთსა, მისი ოპოზიციონერი მერის წინააღმდეგ, რომელმაც 2019 წელს არჩევნებში გაიმარჯვება და ამარცხა რეჯეპ ტაიპ ერდოღანის, მმართველი პარტიის წარმომადგენელი და სწორედ ამ არჩევნებს უკავშირდება ეკრემ იმამოგლუს წინააღმდეგ მიმდინარე დავა და პოტენციური 4 წლიანი პატიმრობა, რადგან ედავება მას გამოძიება, რომ სასამართლოს შეურაცხყოფა და გამოძიების პროცესში ექსპერტის ჩვენებაზე გავლენა მოახდინა მან თავის დროზე, რამაც საბოლოო ჯამში დააყენა ის შედეგი, რა შედეგიც არის და ქვეყნის უდიდეს ქალაქს ყავს ოპოზიციონერი მერი, რასაც რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მაინც მარტივად არ ეგუება, რადგან ცხადია, მას აქვს ეს მცირე დიქტატორული გამოწვევები, მას სურს დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს ხელისუფლებაში, შესაბამისად ყველა ქალაქის კონტროლი სჭირდება მას, მით უმეტეს სტამბოლისა, რომელიც გლობალური ჰაბია, თუნდაც ავიაციის ან სხვადასხვა მიმართულებით და თურქეთის ეკონომიკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვან როლს და ადგილს ატარებს. თავად იმამოგლუ ამბობს, რომ ეს პროცესი პოლიტიკურად არის მოტივირებული, რადგან ის არის ოპოზიციონერი და სწორედ ამას უკავშირდება ის სასამართლო დავა, რომელიც მიმდინარეობს მის წინააღმდეგ. კონკრეტულად რა შედეგი დადგება თურქეთის სასამართლოში, დრო გვიჩვენებს. დრო გადავინაცვლოთ იაპონიაში, საიდანაც ძალიან უცნაური ამბავი ისმის, ეს უკავშირდება იაპონური საფონდო ბირჟის ფუკუოკას საფონდო ბირჟის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ანუ აღმასრულებელ დირექტორს, რომელსაც ბრალად ედება მეტროში არასრულწლოვან გოგონათა ფარული ფოტოების გადაღება. ეს არის საკმაოდ მძიმე ბრალდება იაპონური კანონმდებლობით და თავად ეს ადამიანი არის 62 წლის პიროვნება, შინჩი საკაი, რომელიც ეჭვმიტანელი არის მატარებელში 17 წლის გოგონების ფოტოების გადაღებით, როგორც ჩანს, იგი იყენებდა ფოტოების გადასაღებად თავის smartphones და მათ კაბის ქვევიდან უღებდა ფოტოებს მარტივად რომ ვთქვათ, რის გამოც ის იქნა დაკავებული და როგორც პოლიცია ამბობს, მის smartphone-ში ნამდვილად აღმოჩნდა ეს ფოტოგრაფია, ეს ისეთი დანაშაული და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სირცხვილია, შესაძლოა ამ ადამიანის კარიერის დასასრული გახდეს. საინტერესო სიახლეები საფონდო ბირჟებთან დაკავშირებით ისმის ინდოეთიდან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოა, როგორც გეოგრაფიულად, ასევე
ადამიანების რაოდენობით საერთოდ პირველია და ეკონომიკურად და ძალიან დიდი მოთამაშეა. შექმნეს ინდოეთში ასეთი ძალიან საინტერესო ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც ჰქვია წვიმის დერივატივი. ეს არის ასე drain derivative ეწოდება მას ინგლისურად, რაც არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ინვესტორებს და ფერმერებს კლიმატური რისკების წინააღმდეგ ჰეჯირების საშუალებას აძლევს. ძირითადად ის სოფლის მეურნეობაში გამოიყენება, მით უმეტეს ამხელა ქვეყანაში, რომელიც დამოკიდებულია დიდწილად სწორედ სოფლის მეურნეობაზე, რადგან აგრიკულტურა ძალიან მნიშვნელოვნად არის იქ განვითარებული და ზოგჯერ ფერმერებს უწევთ, რომ ექსტრემალური გვალვის პირობებში იმუშაონ, ზოგჯერ წყალდიდობა, ზოგჯერ სიტყვა, მოკლედ ერთმანეთის გამოვრიცხავი სტიქიური უბედურებები შეიძლება დაატყდეთ მათ თავს და თუ კი ეს ადამიანები გამოიყენებენ ამ წვივის დერივატივებს, ფერმერებს, კომპანიებს, ინვესტორებს შეიძლებათ, რომ მოკლედ კაპიტალი გარკვეულწილად დააზღვიონ იმ შემთხვევაში, თუ კი ამ ტიპის ზარალი მიადგას სწორედ აი ამ ტიპის ინსტრუმენტით. შესაბამისად ეს არის ერთგვარი ფინანსური კონტრაქტი, რომელიც დამოკიდებულია მისი ამოქმედება, არამოქმედება იმ პოტენციურ შედეგზე, რასაც ბუნება მოიტანს. შეიძლება ის არც აიმოქმედოს, მაგრამ ერთგვარი რისკის დაწვევის მექანიზმია. ცხადია ის ფული ღირს, შესაბამისად თუ კი არ დადგა ეს, მაშინ გარკვეულწილად საფასურის გადახრა მაინც მოუწევს იმ ადამიანს თუ კომპანიას, რომელიც მას შეისყიდის, მაგრამ თუ კი დადგა წვიმა, სხვანაირ სარგებელს მიიღებს. ეს არ არის პირდაპირ გაგებით დაზღვევა, ეს ფინანსური ინსტრუმენტია, მაინც არ არის პირდაპირ რისკ პრემიის ანაზღაურების მექანიზმი, მაგრამ ზარალს არავინ ააზღაურებს. ხო, ზარალს ცხადია არავინ არაზღაურებს, მაგრამ შეიძლება ერთგვარად მომავლის რისკის შემცირება და არა უშუალოდ ზარალის ანაზღაურება. სწორედ ეს არის შინაარსი ამ ფინანსური ინსტრუმენტისა. ფინანსებთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გვაქვს და ეს უკავშირდება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ილონ მასკს, რომელიც ამერიკული სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირებას ცდილობს ძალიან დრამატულად და მისი ერთ-ერთი მიგნება უკავშირდება ამერიკის სოციალური შემწეობის გაცემის სისტემას, რომელთან დაკავშირებით მასკი ამბობს, რომ ეს არის აბსოლუტურად გაუმართავი, გაუგებარი და თაღლითური სქემა. მარტივად რომ ვთქვათ, მასკს მოყავს რამდენიმე არგუმენტი. ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ სოციალური შემწეობის მიღებისათვის კვალიფიცირებულ პირთა სია ამერიკაში უფრო დიდია, ვიდრე თავად ქვეყნის ოფიციალური მოსახლეობის მაჩვენებელი, რაც არის ფაქტობრივი შეუძლებლობა, ვინაიდან ქვეყანაში იმაზე მეტ ადამიანს ვერ ექნება სოციალური შემწეობა, რამდენი ადამიანი საერთოდაც ცხოვრობს ამ ქვეყანაში. ეს არის უბრალოდ შეუძლებელი. ალოგიკური რამ. ასევე ალოგიკურია მასკის კიდევ ერთი აღმოჩენა, რაც უკავშირდება ასაკობრივი ჯგუფების განაწილებას. როგორც ჩანს, ამერიკაში 4 მილიონი ადამიანი იმყოფება 130-დან 129 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, რომელთაც ერიცხებათ ეს გასამჯელო. 3.5 მილიონი ადამიანი იმყოფება 159 წლამდე ჯგუფში და 1.300.000 ადამიანი იმყოფება 150-დან 159 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, რომელთაც ერიცხებათ სოციალური შემწეობა, რაც ასევე არის შეუძლებელი, რადგანაც 159 წლის ადამიანი დედამიწაზე ფიზიკურად არ არის, ის აუცილებლად გინესის წიგნში იქნებოდა და მის შესახებ მინიმუმ დღის რიცხვის ფორმატში გავიგებდით, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერაფერი გავიგეთ, შესაბამისად ეს ადამიანები უბრალოდ არ არსებობენ. ამის გამო ილონ მასკი ამბობს, რომ ძალიან დიდ თაღლითობასთან გვაქვს სავარაუდოდ საქმე, რომელსაც ამერიკელი ბიუროკრატები აწარმოებენ და ის ამ თაღლითობის მოგვარებას და დასრულებას გეგმავს. აქვე სადაც დღის რიცხვი ვახსენეთ, მის შესახებ უნდა ვისაუბროთ, რომელიც დონალდ ტრამპის და ილონ მასკის ერთ ძალიან დიდ მხარდაჭერს და იდეოლოგიურ პარტნიორს უკავშირდება. პრეზიდენტ ხავიერ მილეის მიერ კრიპტოაქტივების მხარდაჭერის გამო არგენტინის საფონდო ბირჟამ მკვეთრად დაეცა. ერთდღიან პერიოდში ფლაგმანურმა ინდექსმა თითქმის 7%-იანი კორექცია განიცადა, რაც მილეის განცხადებას უკავშირდება. მილეის ადმინისტრაციამ ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთა, რომლითაც კრიპტოვალუტების გამოყენების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ციფრული ვალუტები ხელს შეუწყობენ ინფლაციის შემცირებას და ეკონომიკურ თავისუფლებას. თუმცა კრიპტოაქტივების პოპულარიზაციამ ტრადიციულ საფონდო ბირჟაზე სერიოზული რყევები გამოიწვია, რადგან ინვესტორებს არგენტინის ხელისუფლების ინტერესებთან დაკავშირებით ეჭვები უჩნდებათ თანაც საფუძვლიანი. ბაზრის ვარდნამ ესიერად გამოიწვია ფინანსური ექსპერტებისა და ეკონომისტების კრიტიკა. ინვესტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან კრიპტოს მხარდაჭერა გაურკვევლობას ქმნის, რაც ტრადიციულ საბანკო და საფინანსო ინსტრუმენტებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდის მკვეთრი ვარდნა არა ბიტკოინს ან ეთერიუმს, არამედ მიმკოინს
Libra-ს უკავშირდება, რომელთან დაკავშირებით ხავიერ მილემ განცხადება გააკეთა, რომ ეს პროექტი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობდა ხელს. მილეის განცხადებიდან რამდენიმე საათში პროექტის შეფასება 4.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა შემდგომ 99%-ით დაეცა, რაც დღევანდელი დღის რიცხვია და აჩენს იმის ეჭვს, რომ მილეის ადმინისტრაციამ თაღლითური პროექტის რეკლამირება მოახდინა და Libra უბრალოდ ფინანსური პირამიდა იყო, რომელმაც მილეის სარგებელი მოუტანა, თუმცა პროექტის ინვესტორებს ძალიან დიდი ზარალი მიაყენა. Აი, ასეთი ამბებია მსოფლიოში, ჩვენ კი საქმეა საღამოს გლობალურ ბიზნესზე საუბრით ვაგრძელებთ. გუშინ თბილისის დროით გვიან ღამით ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური კომპანიის მფლობელმა და დამფუძნებელმა წამოაყენა ძალიან საინტერესო პროდუქტი. ეს არის Grok AI, მისი ხელოვნური ინტელექტის კომპანიის xAI-ის მიერ შექმნილი დიდი ენობრივი მოდელი, მარტივ ენაზე ჩატბოტი, რომელსაც გარკვეული ძალიან რთული და მარტივი ტიპის დავალებების შესრულება შეუძლია. ანუ მარტივად ვთქვათ, Grok 3 ახალი ვერსია ამ ჩატბოტისა არის დაახლოებით ის, რაც არის ChatGPT ან არის Claude AI, ანუ ის მარტივი პროგრამა, რომელსაც შეუძლია ადამიანის პროდუქტივობა ძალიან მკვეთრად გაზარდოს. გუშინ იყო სწორედ ახალი ვერსიის წარდგენა და ახლა ის უკვე ხელმისაწვდომია X-ის ფასიანი ვერსიის გამომწერებისთვის, ანუ ეგრეთ წოდებული პრემიუმ საბსკრაიბერებისთვის. სხვა ადამიანები მას ვერ იყენებენ ჯერჯერობით და თუ კი სულთ მათ რომ გამოიყენონ ილონ მასკის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი, მაშინ სწორედ ყოფილი Twitter-ის იგივე დღევანდელი X-ის პრემიუმ გამომწერები უნდა იყვნენ. როგორც ილონ მასკი ამბობს, ეს არის ყველაზე მძლავრი ამ ტიპის ენობრივი მოდელი, რომელიც ბაზარზე არსებობს. აგრეთვე გამოქვეყნდა გარკვეული სტატისტიკა სხვადასხვა ტიპის სიძლიერესთან დაკავშირებით და როგორც პირველადი მონაცემებით ჩანს, Grok AI მართლაც ძალიან ძლიერია და ბევრი პარამეტრით უსწრებს ზემოხსენებულ ChatGPT-ს, მის უახლეს მოდელ O4-საც კი, რაც საბოლოო ჯამში მაინც დროთა განმავლობაში გამოიცდება, რადგან ერთია კომპანია რას ამბობს, მეორეა რეალურად როგორ შედეგებს დებს თავად ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა. ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ისმის ჩინეთის მხრიდან, როგორც ჩანს, პრეზიდენტი სი ძინპინი და კომუნისტური პარტიის ლიდერები შეხვდნენ უმსხვილესი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებსა და დირექტორებს. ამ შემთხვევაში საუბარი არის ყველაზე მნიშვნელოვან ჩინურ კომპანიებზე, მათ შორის არის Alibaba, Tencent, Xiaomi და აგრეთვე AI სტარტაპი DeepSeek, რომელმაც მთელი მსოფლიო ფაქტობრივად თავდაყირად დააყენა ერთ დღეში. ამ კომპანიების ლიდერები, როგორც ჩანს, სი ძინპინს ესაუბრნენ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე, cloud ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ქვეყანაში data ცენტრების მოწყობაზე, ვინაიდან ეს არის ის პრიორიტეტული მიმართულება, რომელთაც ტექნოლოგიური კომპანიები ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ მომდენო 10 წლეულის განმავლობაში. აქ საინტერესო არის ერთი ის გარემოება, რომ შეხვედრას ესწრებოდა Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ Ma, რომელიც წლების განმავლობაში ფაქტობრივად გაძევებული იყო ჩინეთიდან სწორედ კომუნისტურ პარტიასთან უთანხმოების გამო, მაგრამ ახლა უკვე ის სი ძინპინს შეხვდა როგორც Alibaba-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტორი და ზოგადად ტექ ანტრეპრენიორი ჩინეთის ისტორიაში. ძირითადი საკითხები, რომელსაც ეს მეწარმეები და პოლიტიკური ლიდერები შეეხნენ, უკავშირდებოდა ხელოვნურ ინტელექტს, სუპერკომპიუტერებს, კვანტურ კომპიუტერებს, blockchain-ს, AI-ს განვითარებას, ინტეგრაციას და data analysis, ანუ იმ მიმართულებებს, რომელთაც ტექნოლოგიური გიგანტები ისედაც ამვითარებენ და სავარაუდოდ ამ შეხვედრის მიზანი სწორედ ამ ტექ ინდუსტრიის წინ წამოწევა და პროგრესის დაჩქარება, რადგანაც ჩინეთს ვაჭრობის მიმართულებით სახალხო საქმე არ აქვს, ქვეყანაში არის დეფლაცია, ეკონომიკური ზრდა არ არის დამაკმაყოფილებელი, უძრავი ქონების სექტორი კოლაფსის პირასაა, საბანკო სექტორიც ასევე გაჩერებულია და ერთადერთი ინდუსტრია, რომლის იმედიც, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მართლ კომუნისტურ პარტიას აქვს, არის სწორედ ტექნოლოგიური ინდუსტრია, ხოლო ამ კომპანიებს თუ ხელს არ შეუწყობს ჩინეთის მთავრობა, მაშინ ეს კომპანიები ესე თავისთვის ჰაერში უბრალოდ ვერ განვითარდებიან, ვინაიდან მათ ძალიან რთულ მარეგულირებელ გარემოში უწევთ ყოფნა, რომელიც ჩინეთში არის ცოტა არ იყოს და ბუნდოვანი და თანაც ძალიან კაცრი. სავარაუდოდ ექსპერტების შეფასებით ჩინეთის მთავრობა გეგმავს რეგულაციების შემსუბუქებას ტექ კომპანიების მიმართ და სწორედ ამიტომაც ვნახეთ, რომ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში ყველა ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის კაპიტალიზაცია ძალიან მკვეთრად გაიზარდა, მათ შორის საუკეთესო შედეგი ჰქონდა Alibaba-ს, რადგანაც ასპარეზზე ჯეკ Ma დაბრუნდა. ამ და სხვა კომპანიებზე ჩვენ ზუსტად 1 წუთში მოგიყვებით, მას შემდეგ რაც ვნახავთ ახალი ამბების მოკლე კოლებს, რადგან წინ გველოდება რეიტინგები, როცა გაგაცნობთ ყველაზე მოგებიან კომპანიებს გასულ წელს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისის სამგზავრო მატარებელი მიმოსვლას მაისიდან დაიწყებს. უწყების ცნობითვე 18 თებერვალს დღეს ქართული ოცნების მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა. კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი დაიწყო. კომისიის ინფორმაციით, კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფიქსირებულ საცალო ბაზარზე კომპანიისთვის კორპორაციული შეთავაზებების სიღრმისეული შესწავლაა. ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრის კაბინეტში ცვლილებებია. ანრი ოხანაშვილის მოადგილის პოსტზე ნიკო თათულაშვილი გიორგი დგებუაძემ ჩაანაცვლა. კობახიძის შესაბამისი ბრძანებები მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. არსებული ცვლილებების მიხედვით იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილს 4 მოადგილე ყავს: ლევან ხარანაული, ირაკლი ბერაია, ბექა ძამაშვილი, გიორგი დგებუაძე. კომპანიის წარმატების შეფასება ბევრი ფაქტორით შეიძლება და ერთ-ერთი მთავარი მოგებიანობაა. ის კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რადგან სწორედ მოგება ასახავს თუ რამდენად მდგრადი და გრძელვადიანად სიცოცხლის უნარიანია ესა თუ ის კომპანია თუ ორგანიზაცია. მოგებიანი ბიზნესი ქმნის უფრო მეტ შემოსავალს და დოვლას, ვიდრე ის, რომელსაც აქციონერების ან სახელმწიფოს მუდმივი დახმარება სჭირდება. თუ კომპანიას არ აქვს სტაბილური მოგება, მას უჭირს ოპერაციების დაფინანსება, თანამშრომლების ანაზღაურება და კონკურენციაში შესვლა, რაც ხშირად კომპანიის გაკოტრებით სრულდება. დღევანდელ საქმიან საღამოში რეიტინგების ფორმატში იმ კომპანიებს გაგაცნობთ, რომლებიც ყველაზე ეფექტიანებიანი არიან, ანუ ყველაზე დიდ მოგებაზე მუშაობენ. პირველ ადგილს ამ ძალიან საინტერესო რეიტინგში იკავებს საუდი არამკო, უდიდესი კომპანია, ნავთობმომპოვებელი გიგანტი პლანეტაზე, რომელმაც გასულ წელს თითქმის 121 მილიარდი დოლარის შემოსავალი წმინდა მოგება მიიღო, შემოსავალი იყო გაცილებით მაღალი. საინტერესო რომ 2023 წელი იყო აგრეთვე რეკორდული საუდი არამკოსთვის, როცა თითქმის 170 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა საუდის არაბეთის ამ ძალიან საინტერესო კომპანიამ, რომელიც უმეტესად ნავთობს და გაზხილს, მაგრამ ცხადია ასევე მაზუტს და ყველა იმ პროდუქტს, რაც არის დაკავშირებული ნავთობის მოპოვებასთან. ამხელა მოგება საუდი არამკოს აქვს რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი ის, რომ მდებარეობს საუდის არაბეთში, რომელიც ბუნებრივად დაჯილდოებული არის ნავთობით, თან ნავთობის მოპოვება გაცილებით მარტივია ვიდრე სხვა ქვეყნებში, შედარებით ახლოს მდებარეობს დედამიწის ზედაპირთან. თან ამ კომპანიას აქვს ძალიან დიდხნიანი ისტორიული გამოცდილება სწორედ ამ ბიზნესისა. თავად კლიენტებს შორის კი არიან უდიდესი კომპანიები და უდიდესი ქვეყნები პლანეტაზე და თან არ უნდა დაგვაუწყოს, რომ საუდი არამკოს მმართველი დე-ფაქტო არის მოჰამედ ბინ სალმანი, რომელიც აგრეთვე არის საუდის არაბეთის მმართველი, ხოლო საუდის არაბეთი არის ოპეკ პლუსის ერთ-ერთი ფაქტობრივად შეიძლება ითქვას მთავარი გამსაზღვრელი ძალა რუსეთთან ერთად, ხოლო ბოლო წლებში რუსეთის ფედერაცია და საუდის არაბეთი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ და ინარჩუნებენ მიწოდებას საკმაოდ დაბლა, რაც ბაზრის ფასს ადგენს საკმაოდ მაღლა, რაც ამ კომპანიას და შესაბამისად რუსეთის სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, რომ ძალიან მაღალი მარჟებით იოპერიროს და გაყიდოს ნავთობი გაცილებით მაღალ ფასად და სწორედ ამიტომაც ხედავთ, რომ 120 მილიარდ 700 მილიონი დოლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა ამ კომპანიამ 2024 წელს. არამკოდან ძალიან განსხვავებულ კომპანიაზე უნდა გადავინაცვლოთ. ამჯერად ხედავთ ტექნოლოგიურ გიგანტს ამერიკულს, Apple-ს, რომელიც ამჟამად საბაზრო კაპიტალიზაციით პლანეტის ყველაზე დიდი კომპანიაა, ვინაიდან მისი შეფასება დაახლოებით $3 ტრილიონ შეადგენს. კომპანიამ 2024 წლის განმავლობაში, როგორც ხედავთ, მიიღო 97 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება, რაც Apple-ის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული შედეგი იყო. Apple-ის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტი შეგვიძლია ვთქვათ. ერთ-ერთი ის არის, რომ ის იყო პირველი კომპანია ისტორიაში, რომელმაც მიაღწია 1 ტრილიონიან კაპიტალიზაციას, შემდეგ პირველი, რომელმაც მიაღწია 2 ტრილიონიან კაპიტალიზაციას და შემდეგ უკვე 3 ტრილიონიანსაც. სავარაუდოდ, სწორედ Apple იქნება ის კომპანია, რომელიც 4 ტრილიონიან ნიშნულსაც დაძლევს. მასთან დაკავშირებით ის უნდა ითქვას, რომ ტექნოლოგიურ სექტორში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგების მარჟა აქვს მას წლების განმავლობაში. ეს არის დაახლოებით 35-დან 40%-ის ფარგლებში მოგების მარჟა, რაც იმითი არის განპირობებული, რომ Apple-ის პროდუქცია ძალიან უყვართ მომხმარებლებს და ლოიალურობის მაჩვენებელი იმდენად მაღალია, რომ Apple-ს ფაქტობრივად ნებისმიერ ფასად შეუძლია პროდუქციის გაყიდვა, ის ამითი კლიენტებს უბრალოდ არ კარგავს. ასევე Apple-ს რამდენიმე უპირატესობა აქვს, ეს არის რა თქმა უნდა ის ხარისხი და ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომელთაც Apple-ის პროდუქციაში ვხედავთ. ამავდროულად პროდუქციის მრავალფეროვნებაც უწყობს ამას, ყველაფერს ხავს, ვინაიდან Apple-ის, ასე ვთქვათ, არსენალში შეხვდებით როგორც VR ჩაფხუტს, აგრეთვე ყურსასმენებს, კომპიუტერებს, სპეციალურ გამოთვლელ მანქანებს და აგრეთვე iPhone-ებსაც, რომელთაც
კლაიენტის მასშტაბით დიდი რაოდენობით მოიხმარენ და თანაც Apple-თან დაკავშირებით ის უნდა ითქვას, რომ კომპანია 2012 წლიდან არის დივიდენდური, ანუ ის ამ მოგებას პირდაპირ გზითაც ანაწილებს ინვესტორებზე. თანაც ის არის მზარდი აქცია, ანუ ერთდროულად ორ სარგებელს იღებენ ინვესტორები, მისი აქციის ფასი იზრდება დროსთან ერთად და თანაც მათ რიცხებად კვარტალში ერთხელ დივიდენდი, რაც ძალიან მიმზიდველი რამ არის და სწორედ ამიტომაც ხედავთ, რომ Apple კომპანიების რეიტინგში საბაზრო კაპიტალიზაციით პირველ ადგილს ეკავებს, ხოლო მოგებით მეორე ადგილს. Apple-დან უნდა გადავინაცვლოთ კომპანიაზე, რომელიც Apple-თან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული, რადგან მისი ამ რეიტინგში მოხვედრა სწორედ Apple-ს უკავშირდება. ეს კომპანია არის Berkshire Hathaway, რომელიც დააფუძნა თავის დროზე Warren Buffett-მა, რომელიც დღეს ასრულებს და ატარებს ლეგენდარული ინვესტორის ტიტულს. მის გვერდით აღარ არის Charlie Munger, მისი ძალიან გრძელვადიანი საინვესტიციო პარტნიორი, მაგრამ დღესაც აგრძელებს Berkshire Hathaway ძალიან მცირე, მაგრამ ეფექტიანი გუნდით მუშაობას და დღეს უბრალოდ გასულ წელს მისი წმინდა მოგება იყო 96 მილიარდ 200 მილიონი დოლარი და მისი საქმიანობის მთავარი სფერო არის ინვესტიციები. Warren Buffett იყიდულობს კომპანიებს, ძირითადად კომპანიებს, რომლებიც მისი შეფასებით არის ბაზრის მიერ ნაკლებად შეფასებული, ვიდრე არის მათი ჭეშმარიტი ღირებულება და მათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იკავებს, ანუ ამ პოზიციებს არ ხურავს, ამას ეწოდება ეგრეთ წოდებული ღირებულებაში ინვესტირება, ანუ value investing-ი ინგლისურად და Warren Buffett-ი Graham Bell-თან ერთად შეიძლება ითქვას, რომ არის ერთ-ერთი ფუძემდებელი სწორედ ამ ძალიან საინტერესო საინვესტიციო ფილოსოფიის, რომელიც ნამდვილად ამართლებს, რადგან ძალიან დიდი ზრდის შედეგი აქვს უკვე Warren Buffett-ის კომპანიას დაფიქსირებული წლების განმავლობაში. თუმცა ბოლო პერიოდში სავარაუდოდ Warren Buffett-ი ემზადება გარკვეული დიდი ცვლილებებისთვის პლანეტაზე, რადგან მას აქვს 300 მილიარდზე მეტი ნაღდი ფულის სახით, ის აღარ აბანდებს დიდი ხანია ინვესტიციებს ფაქტობრივად არც ერთ კომპანიაში და რასაც აკეთებს ის მცირედი ზრდის საკუთარ პოზიციებს სხვა კომპანიაში, მათ შორის ნავთობმოყვებელ ოკსიდენტალ პეტროლეუმში, მაგრამ ძირითადად Apple-ის აქციებს ის ამცირებს, ბანკების აქციებს ამცირებს, Bank of America იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოზიცია წლების განმავლობაში, მაგრამ შეიძლება ახლა ის ელოდებოდეს დიდ ცვლილებას ბაზარზე, ამიტომაც იღებს ძალიან დიდი რაოდენობით ნახტფულს, რომელსაც უკვე მოგვიანებით აბანდებს TB-ლებში, რაც არის ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდები. Რო გადავინაცვლოთ მორიგ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტზე, რომელიც ჩვენს რეიტინგში არის წარმოდგენილი, ეს ტექნოლოგიური გიგანტი არის Alphabet, რომელიც უფრო მეტად Google-ის სახელით არის ცნობილი, რადგანაც Alphabet არის მშობელი კომპანია, რომელსაც რამდენიმე სერვისი და პროდუქტი ეკუთვნის. კომპანიამ საერთო ჯამში გასულ წელს, როგორც ხედავთ, დაახლოებით 74 მილიარდის წმინდა მოგების მიღება შეძლო, ხოლო Alphabet-ის პორტფელში შეხვდებით Google-ის საძიებო სისტემას, AdSense, რომელიც არის რეკლამების განთავსების ყველაზე მოთხოვნადი პლანეტაზე ყველაზე მოთხოვნადი პლატფორმა, აგრეთვე YouTube, ვიდეო პლატფორმა, რომელიც ასევე პოპულარულია და პირველ ადგილზე არის რეიტინგში ამ მიმართულებით, აგრეთვე ვებ ბრაუზერი Google Chrome, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ კომპიუტერებში, აგრეთვე Gemini, რომელიც არის ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტი და რომლის ბაზრის წილიც ფაქტობრივად ყოველდღიურად იზრდება, ასევე არის Android-ი, ყველაზე პოპულარული მობილური ოპერაციული სისტემა პლანეტაზე, აგრეთვე არის Pixel-ები, ანუ smartphone-ები, რომელთაც Google-ია წარმოებს და აგრეთვე არის სხვადასხვა მოწყობილობები, რომელთაც Google-ის არსენალში შეხვდებით. საერთო ჯამში Alphabet-ს რამდენიმე სახის პროდუქტი აქვს, აქ არის როგორც cloud მიმართულება, არის გამოთვლითი მიმართულება, მაგრამ მთავარი ბიზნესი Alphabet-ისა ეს არის, რა თქმა უნდა, საძიებო სისტემა და საძიებო ბაზრის 90%-ზე მეტი უკვე 10 წლეულებია უჭირავს Google-ს და სავარაუდოდ მომდენო 10 წლების განმავლობაში Google ამ პოზიციის დათმობას არაპირებს. ასევე Google არის პლანეტის ყველაზე დიდი სარეკლამო სააგენტოც, რადგანაც პლანეტაზე გენერირებული რეკლამების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ Google-ში არის განთავსებული. ამერიკულ Google-თან ერთად ძალიან საინტერესო პროდუქტების და სერვისების პორტფელი აქვს იმ კომპანიას, რომელიც მეხუთე ადგილს იკავებს. ეს კომპანია არის Microsoft-ი, რომელიც დააფუძნა თავის დროზე Bill Gates-მა, ერთ დროს პლანეტის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა. წმინდა მოგება ამ კომპანიისა 2024 წელს იყო 72 მილიარდ 400 მილიონი დოლარი და ის პირდაპირ უკავშირდება იმ პროდუქტებსა თუ სერვისებს, რომელსაც Microsoft-ის პორტფელში ხვდებით, დაწყებული Windows-ით, რომელიც ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემაა კომპიუტერებისთვის პლანეტაზე, აგრეთვე Microsoft-ის რიგებში ხედავთ Microsoft Office, რომელიც ხადია Windows-თან არის დაკავშირებული, მაგრამ ამასთან ის ფლობს Excel-ს, Word-ს და სხვა მსგავს პროდუქტებს, რომელთაც ფაქტობრივად ყველა ოფისში იყენებენ და ცხადია ბოლო პერიოდის ამბებიდან გამომდინარე არ უნდა გამოგვჩეს არც ერთ ვარიანტში OpenAI, რომელიც არის Microsoft-ის შვილობილი კომპანია და რომელიც ქმნის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ხელოვნურ ინტელექტ ChatGPT-ს საინვესტიციო რაუნდი ჰქონდა ცოტა ხნის წინ OpenAI-ს და 340 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა მის
შეფასება, რაც ხადია ზრდის აგრეთვე Microsoft-ის შეფასებასაც, რომელიც ისედაც ეფექტიანი კომპანიაა და $10 მილიარდ აგენერებს წმინდა მოგების და შემოსავლის სახით. Აი ესეთი იყო დღევანდელი რეიტინგები ჩვენ გაგაცანით ყველაზე მოგებიანი კომპანიები მსოფლიოში, ხოლო რეიტინგების ფორმატში მომდევნო გადაცემებში კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ, მაგრამ დღევანდელი საქმიანი საღამო ამით დასრულებულია. წინ გეულდება თელარე გელანტიას ავტორო გადაცემა წერტილი. ჩვენ კი ხვალამდე გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.